მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 17. დიაგრამაზე გამოსახულია ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებული ლითონის 6 ბურთულას რადიუსები და მუხტები, რომელი ბურთულა უნდა შევუერთოთ მავთულით A ბურთულასო, რომ შემაერთებელ მავთულში დენმა არ გაიაროს. Კარგით, მოდით ახლა გავიხსენოთ, რომ თუ დავუშვათ გვაქვს აი ორი დამუხტული ბურთულა ავიღოთ. ერთი იყოს ასე, მეორე აქეთ იყოს ასე. და რაღაც წვრილი მართულით ასე შევაერთოთ. ასე მავთულით შევაერთოთ. რაღაც პირველი ბურთულის პოტენციალი იყოს პირობითად φ1, მეორე ბურთულის პოტენციალი იყოს φ2. ეხლა ჩვენი მიზანი არის გავარკვიოთ ამ ორ ბურთულას შორის მუხტი როდის არ გაივლის. ამისთვის მოდით გავიხსენოთ ზოგადად ძაბვა როგორ განიმართება. ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა, ხო? იმისთვის რომ იმ დროს, როდესაც ეს ჩვენი ელექტრული ველი მუშაობას არ ასრულებს ერთეულოვან მუხტზე, ამ დროს მუხტების ცვლადობა არ გვაქვს. ანუ იმისთვის რომ მუშაობა არ შესრულდეს, ამისთვის ელექტრომაგნიტურ მუშაობა არ შეასრულა, ანუ ეს თუ ნული არის, ამ შემთხვევაში მუხტები არ გადაადგილდებიან ერთი ბურთულიდან მეორეში. მუშაობა თუ ნული არის ერთეულოვანი მუხტზე ელექტრული ველის მიერ შესრულებული, მაშინ გამოგდის, რომ ეს უდრის ნულს, პოტენციალი თუ უდრის ნულს, მეორე მხრივ თუ გავიხსენებთ, რომ პოტენციალი არის განმარტებით მეორე მხრივ პოტენციალთა სხვაობა, ესე იგი φ1 მინუს φ2, გამოგდის ამ შემთხვევაში ნულის ტოლი და φ1 მინუს φ2 თუ ნული არის, აქედან ჩვენ ვასწავლით, რომ φ1 ტოლი არის φ2-ის. ეს იმ შემთხვევაში თუ ელექტრული ველი არ ასრულებს მუშაობას. შესაბამისად, პირობა იმისა, რომ ამ მავთულში დენმა არ გაიაროს, ესე იგი მუხტების ძვრადობა არ ქონდეს, ამისთვის საკმარისი არის, რომ პოტენციალები ერთმანეთს გაუთანაბრდეს, ერთმანეთის ტოლი იყოს. ფაქტიურად ამოცანა დავიდა იმამდე, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი ორი პირველი A პოტენციალი დავითვალოთ და უნდა მოვძებნოთ მეორე ისეთი ბურთულას პოტენციალი, რომელიც A-ს პოტენციალის ტოლი იქნება. მოდით ჯერ დავითვალოთ A-ს პოტენციალის ტოლი იქნება, φ-ას პოტენციალი ტოლი იქნება. ნახაზიდან ხედავთ, რომ მუხტი A ბურთულასი არის რამდენი, შევხედოთ. მუხტი არის 1, ხო? აი ეს არის 1 Q. ესე იქნება K, Q შეფარდებული ბურთულის რადიუსთან. ბურთულის რადიუსი კიდე როგორც ხედავთ, 100 არის. რამდენი ერთეულია? 1, 2, 3, 4. 4. ეხლა თუ დავაკვირდებით, აი მეხუთე ბურთულას თუ შევამოწმებთ, აი ნახოთ მეხუთეზე რა გამოგვივა φ5-ზე. ტოლი იქნება მეხუთეს მუხტი არის 2Q, შესაბამისად იქნება K გამრავლებული 2Q-ზე შეფარდებული და მეხუთე ბურთულას რადიუსი არის 2, 4, 6, 8 ერთეული, ესე იგი 8. ეს 2 და 8 იკვეცება, აქ 4 რჩება და ეს ტოლი გამოგდის K, Q შეფარდებული 4-თან. როგორც ხედავ, φ-ა და φ5 პოტენციალები ისევე როგორც A ბურთულის, ისევე მეხუთე ბურთულის ერთმანეთის ტოლი არის, შესაბამისად მეხუთე ბურთულასა და A ბურთულას შემაერთებელ მავთულში დენი არ გაივლის. ამიტომ პასუხი იქნება E.